სურს თუ არა ზოგადად თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენთან სასიყვარულო ურთიერთობა, ჩაიფიქრეთ ადამიანი, კონცენტრირდით მასზე. მე ვარ ვიკანა არკანა, ჩემი სახელი არის ვიქტორია. პირადი კონსულტაციისთვის მომწერეთ პირადში და ვნახოთ, აბა სურს თუ არა თქვენთან სასიყვარულო ურთიერთობა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. ადამიანი ძალიან ბევრ შიშებში არის, პლუს ამასთან ერთად ადამიანი აშკარად უფრო მეტად მიჩვეული არის მარტოობას და ნახეთ აქ როგორ რაღაცას ვხედავ, აქ უფრო მეტად ჯერჯერობით ვნებას ვხედავ, რომ დომინირებს. ნახეთ, ზოგადად შორეულ მომავალში შესაძლებელია იყოს რაღაც სასიყვარულო ურთიერთობის პერსპექტივები და ასე შემდეგ, მაგრამ მოდით, ვიქნებით ილუზიონისტები, ხო? და პირდაპირ გეტყვით, რომ აქ ადამიანის ემოციები უფრო მეტად თქვენთან მიმართებაში არის დაფუძნებული ვნებაზე. მე არ გეუბნებით იმას, რომ ადამიანს თქვენთან მიმართებაში გრძნობები საერთოდ არ გააჩნია და ასე შემდეგ, არამედ უფრო იმის თქმა მინდა, რომ ადამიანის ვნება უფრო ძლიერი არის, ვიდრე რაღაც ისეთი ემოციური კავშირი. ამიტომაც კონკრეტულად ამ არკანებიდან გამომდინარე, ნამდვილად ვერ ვიტყოდი იმას, რომ თქვენთან სტაბილური სასიყვარულო ურთიერთობა სურს. ხო, ნამდვილად ვერ ვიტყოდი, პლუს ამასთან ერთად აშკარად ჩანს ისიც, რომ ადამიანს ძალიან უყვარს თავისუფლება და თითქოს მთლად თქვენი პიროვნება არ არის.